ღუმენი ნიკონი ღმერთისკენ მიმავალი გზა ძვირფასო მარიშა რამდენიმე წერილი მოგწერე მიიღე თუ არა მოითმინე საყვარელო ყველაფერი მოგვარდება ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ცხონების მაძიებლებს უფალი მაინც თავისკენ მიუძღვის თუმცა შესაძლოა არა იმ გზით ჩვენ რომ ვისურვებდით ღვთის ნებას დავემორჩილოთ და უტრტვინველად მივიღოთ მისი ხელიდან ყველაფერი რის მოვლინებასაც იგი ინებებს ვით არ განშორებულ არიან ცანი ქვეყნისაგან ეგრე განშორებულ არიან სრახვანი ჩემნი სრახვათა თქვენთაგან შემინდეთ მეც მომიტევებია თქვენთვის და უფალმა შეგინდოთ და ილოცეთ ჩემთვის ვშიშობ რომ ჩემმა სასტიკმა წერილმა გაგანაწყენათ თქვენგან პასუხი ჯერაც არ მიმიღია მაგრამ მე იმედი მაქვს თქვენი სულიერი სიბრძნისა და მხურვალე სურვილისა რომ ერთად განვლოთ ჩვენი საერთო გზა მამების კვალდაკვალ რათა სანუკვარ ჯანმრთელობას მივაღწიოთ და არა ახალი თვითნებური გზებით ვიაროთ არ შეუძლია ექიმს თავზე ხელი გადაუსვას ავადმყოფს თუ იგი დიეტას არ იცავს და ვერ ხედავს რომ ეს მას ავნებს ჩვენი ნაცნობობის დასაწყისიდანვე იმაჩნია რომ თქვენთვის აუცილებელია პირველ ყოვლისა გარეშე მყოფელთა ურთიერთობას მიაქციოთ ყურადღება მოყვასის საშუალებით უნდა იაროთ ცენტრისკენ ესე იგი ღმერთისკენ ანუ ასე ორი ნაბიჯი მოყვასისაკენ გადავდგათ ერთი კი ღმერთისკენ ესაა სწორი და უსაფრთხო გზა პირდაპირ ცენტრისკენ მოძრაობა კი თანაც იმის ფიქრი რომ ამით თავისთავად უახლოვდებით მოყვასსაც არ ჩვენი საზომის და არ ჩვენი დროის შესაფერისის საქმე არ არის ოღონდ ცხელ გულზე დაწერილ წერილს ნუ გამომიგზავნით ჯერ დაფიქრდით მერე დაწერეთ შემდეგ კი 1-2 დღე იდოს მაშინ ალბათ სხვაგვარად დაწერთ თუ ერთხანს კიდევ მოიცდით უფრო სხვანაირად იტყვით სათქმელს ნაკლები სისხლი და ნერვები იქნება და მეტი სული 1945 წლის 2 იანვარი